ტყიბულის მუნიციპალიტეტში საზაფხულო სეზონის დადგომასთან ერთად აქტუალური გახდა დასვენებისა და გართობის საკითხი. ახალგაზრდებისა და არა მარტო მათ გასახარად ჩვენს ქალაქში საცურაო აუზმა 4 წლიანი პაუზის შემდეგ ფუნქციონირება განაახლა. ერთ კვირაზე მეტია ადგილობრივები თუ სტუმრები გრილდებიან, ბანაობენ და ირუჯებიან ტყიბულის სავიზიტო ბარათად ქცეულ სპორტულ ნაგებობაზე. განსაკუთრებული სიხარული პატარებში იგრძნობა, რომლებიც მშობლების თანხლებით ყოველდღიურად სტუმრობენ განახლებულ აუზს. ძალიან მომწონს აქ რომ დავდივარ, ვსწავლობ ცურვას და აქ არიან ჩემი თანატოლებიც, სკოლის ამხანაგებიც და კარგად ვერთობით. 5 დღეა დავდივარ. ძალიან კარგად ვატარებდ და მიხარია რომ გაიხსნა ეს გადასარევი აუზი. ძალიან კარგი სიტუაცია. მინდა რომ ბავშვებმა იარონ, გაჯანსაღდნენ, ცურვა შეისწავლონ და რა ვიცი, მადლობა ყველას, ვინც ეს საჩუქარი გაგვიკეთა. აღსანიშნავია, რომ ამ ობიექტის რეაბილიტაციაზე რეგიონალური განვითარების ფონდის პროექტის ფარგლებში 2014-2015 წლებში 314.245 ლარი დაიხარჯა. გარესივრცის პარალელურად მოეწყო შენობაში სველი წერტილები და გასახდელები. მომავალი სეზონისათვის იგეგმება გაცილებით კომფორტული გარემოს შექმნა დასვენებისათვის განკუთვნილი ინვენტარითა და აქსესუარებით. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზო გვენეტაძემ მოადგილეებთან ერთად საცურაო აუზი მოინახულა და იქ არსებული ვითარებით დაინტერესდა. ახალგაზრდების აქტივობა საკმაოდ მაღალია, რასაც გადასახადის ოდენობაც განაპირობებს. ნებისმიერ მსურველს 1 საათიანი ხანგრძლივობა 1 ლარი უჯდება. მათ შეუძლიათ ერთთვიანი 20 ლარიანი აბონემენტითაც ისარგებლონ. აქვე ფუნქციონირებს სასწავლო ჯგუფი პატარებისათვის, სადაც დღეისათვის 60-მდე მოზარდი ეუფლება ცურვის ოსტატობას, გამოცდილი პედაგოგის იური მურუსიძის მეთვალყურეობით. მნიშვნელოვანია, რომ მცირე აუზში წყალი ყოველ მესამე დღეს იცვლება და იკლორება, ხოლო დიდ აუზს გამდინარე წყალი უწყვეტად მიეწოდება, რითაც ძველის გადარეცხვა ხდება. რაც შეეხება დეზინფექცირებას, იგი 5 დღეში ერთხელ ხორციელდება. დავისახეთ მიზნად, რომ საცურაო აუზი აღვედგინა, რამე თუ ჩვენ ტრადიციების მოყვარული ადამიანები ვართ, ტყიბულელები და დღეს ვხედავთ, რომ საკმაოდ დატვირთულია ახალგაზრდებით და ამის გვერდით კიდევ მიმულია სპორტის სახლი, რომელსაც ჩვენ ერთ თვის განმავლობაში გავუშვებთ და ეს კომპლექსში საკმაოდ ფუფუნებას იძლევა ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რომ კულტურული გამაჯანსაღებელი ობიექტებით მაქსიმალურად ისარგებლონ და გაიკაჟონ ჯანმრთელობა და არ იყვნენ სხვა საქმით დაკავებულები. დღეს ახლა აქ ჯგუფ-ჯგუფად არიან მოსული სკოლის მოსწავლეები, სკოლამდელი ასაკის ბავშვები. ჩვენ პატარა აუზის აქვს გახსნილი, სადაც სწავლობენ ცურვის ელემენტარულ უნარჩვევებს და ერთადერთი გულისწუხილი მაქვს, რომ ინვენტარის შეძენა ვერ მოახერხეთ ამ მწირე ბიუჯეტის გამო. ეხლა რაღაც სახსრებს ვეძებთ, რომ მინიმალური კომფორტი მაინც შეუქმნათ, როცა ირუჯებიან ბავშვები და კოლგები შეუძინოთ და ისეთი სკამები გაზრდათ შეიძლება მოისვენო ადამიანმა ბანაობის შემდეგ. დილას იღება ბაზენი 7 საათზე და საღამოს 8 საათამდე ვმუშაობთ. კმაყოფილი არის, რაც მთავარია, მშობლები, თვითონ ბავშვები, ქალაქიც, იმიტომ რომ ტყიბული არის დიდი ტრადიციების. აქ შეჯიბრებები ტარდებოდა, ზბორებზე დადიოდნენ, წყალში მხტომელები ცალკე ჩამოდიოდნენ, წყალბურთელები ცალკე ჩამოდიოდნენ და ასეთი მაგალითად მოწყობილი ბაზები, როგორც ტყიბულს ჰქონდა, სპორტის სასახლე, საცურაო აუზი, სტადიონები. ამ ქალაქს ჰქონდა დიდი ტრადიციები სპორტის თითქმის ყველა სახეობაში. 15 სექტემბრამდე ტყიბულის საცურაო აუზზე აქტიური დასვენების სეზონია. კარგი ამინდების შემთხვევაში კი ესვა და თვის ბოლომდე გადაიწევს.